2012 წელი. კახეთი, სოფელი კოლაგი. ქვევში ჩამხრჩვალი 9 თვის ბარბარე რაფალიანცი იპოვეს. მეორე დილა. არჩევნების დღე. ის ავადმხსახსენებელი არჩევნები, რომლითაც ქვეყანას მმართველად მოევლინა ის, რაც დღეს უკვე თავისი სახელით ვიცით. რუსული რეჟიმი. ქართული ოცნების სახელის საფარქვაში. დანაშაულის ადგილას საეჭვოდ სწრაფად ჩდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ირაკლი ალასანია, კაცი, რომელიც მეორე დილით ზუგდიდში კენჭს იყრიდა მაჟორიტარობის კანდიდატად, უცებ ზუგდიდიდან კახეთში აღმოჩნდა და მკვლელობაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. ეს არის შედეგი დაუსჯელობის განცდის, რომელიც აქვს სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში. მე აუცილებლად მინდა დავპირდე ამ ოჯახს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიუსამძიმრო და დავპირდე მას, რომ ყველა, ვინც ამაში დამნაშავეა, აგებს პასუხს უმკაცრესად სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ბოლომდე გაირკვეს სიმართლე. ქართული ოცნების წარმომადგენელი და აგიტატორი მანანა ბერიკაშვილი კი მკვლელობაში პირდაპირ ხელს გიორგი ღვინიაშვილს ადებს. მოკლეს გესმით თქვენ. საქართველო გაიღვიძე. ნუ დადგებით ამ ხეცების გვერდით. დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა ამ ქვეყანაზე. ეს უნდა იყოს უკანასკნელი. მეორე დღეს არჩევნებში იმარჯვებს ქართული ოცნება და ქართული სახელმწიფოსთვის იწყება რუსული პოლიტიკური კოშმარი. საქმეს არავინ იძიებს, არ წყდება საზოგადოების ინტერესი. ერთი წლის მერე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეეთერში აცხადებს, რომ მე შინაგან საქმეთა მინისტრად დავინიშნე დანაშაულიდან 25 დღეში. ნაციონალებს უნდა გამოეძიათ, უკვე დაგვიანებულია და ყველა კვალი წაშლილია. ეს შემთხვევა მოხდა 20 სექტემბერს, თორსტები, გასულ წლის 20 სექტემბერს. და მე დავინიშნე 25 ოქტომბერს. გამოძიებისთვის უმეტეს ხელკვალზე გამოსაძიებლად წინა ხელისუფლებას ჰქონდა 25 დღე. სამწუხაროდ არაფერი არ იქნა გაკეთებული, აბსოლუტურად არაფერი არ იქნა გაკეთებული. ის კი არა კვალი იყო იქნა წაშლილი. 25 დღე გვიანი აღმოჩნდა. თუმცა 9 წლის წინანდელი საქმეების ძიება დაიწყეს და ასობით ადამიანი გაასამართლეს. მაგრამ 9 თვის ბავშვის მკვლელობა, ვისი სისხლითაც მოვიდნენ, დაგვიანებული აღმოჩნდა თურმე. 2014 წელს ქართული ოცნების მიერ რაფალიანცების ოჯახისთვის დანიშნულმა ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა აღიარებითი ჩანაწერი გააკეთა. ქართული ოცნება არის დამნაშავე ბარბარე რაფალიანცის